ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების თქმით 2010 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები მიზანმიმართულად არაპროპორციულად არის დაგეგმილი, რის შედეგადაც 6 თვეში დახარჯულია ბიუჯეტის 70%. აქედან ჯანდაცვაზე დახარჯულია თანხის 3%, სოციალურ დაცვაზე 16%, განათლებაზე კი მხოლოდ 5%. ხოლო ისე დანახარჯებზე, როგორიც არის საბანკო კომუნალური მეურნეობა, 6 თვეში დაიხარჯა 49 მილიონამდე ლარი. დეტალებს სიუჟეტიდან შეიტყობთ. პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე მერიას და საკრებულოს დედაქალაქის ბიუჯეტის არაპროპორციულად დაგეგმარებასა და არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ზურაბ აბაშიძის თქმით 6 თვეში დახარჯულია წლის ბიუჯეტის 70%, რაც 459 მილიონს შეადგენს. უკვე ათვისებული თანხიდან კი ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და განათლებაზე თანხის მხოლოდ 20%-ია დახარჯული. 2010 წლის ბიუჯეტის 6 თვეში დაიხარჯა 459 მილიონი ლარი, 459 მილიონი ლარი და აქედან ჯანდაცვაზე მხოლოდ დახარჯულია 13 მილიონი ლარი, რაც ლიანი თანხის 3%-ში ადგენს. სოციალურ დაცვაზე არის დახარჯული 73 მილიონი ლარი, რომელიც მთელი ხარჯის 16%-ია და განათლებაზე 21 მილიონი ლარი, რაც 5%-ში ადგენს. თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 2009 წელს მიღებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა განიხილეს და ცვლილებები შეიტანეს. რის მიხედვითაც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სატყეო ფონდი თბილისის მუნიციპალიტეტებს გადაეცა და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა. რის საფუძველზეც დაცულ ზონებში შესული ტყეების გაჩეხვა, გასხვისება და განაშენიანება აიკრძალება. ასევე გამკაცრდება ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონებში შესული ტყეების ასურების დაცვაც. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა შესაბამისად თბილისის საკრებულოსთან ერთად უფრო ფართო და აქტიურად დაიწყო ზრუნვა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სატყეო ფონდის მიწებსა და ტყეებზე ზოგადად. ისინი გადმოცემულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ანუ ამ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის მართვა-გამგეობაში. მათ ენიჭებათ საკმაოდ მკაცრი დაცვის და რეგულაციის სტატუსი. ეს არის ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა, სადაც აკრძალულია ყოველგვარი მშენებლობა, გაჩეხვა. სატყეო ფონდები და ტერიტორიები გადმოვიდა ლანდშაფტურ რეკრეაციულ ზონაში, სადაც დაცვის მეტი ხარისხია, კი ბატონო, და ძალიან კარგი. მაგრამ მე დავსვი ძალიან მარტივი კითხვა ამ შემთხვევაში, რომ აკრძალვები მშენებლობაზე ასევე სატყეო ფონდებშიც იყო და არის გათვალისწინებული. რატომ ხდებოდა, რომ აქამდე სატყეო ფონდის მიწებზე ხდებოდა მშენებლობები, ხდებოდა მისი საკუთრებაში გადაცემა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს უფროსი ალბერტ ჩანქსელიანი და ამავე სამმართველოს სპეციალისტი ხათუნა ახალაია თანამდებობიდან გაათავისუფლა. შეგახსენებთ, ჩანქსელიანმა და ახალაიამ 2010 წლის 29 ივლის კახეთის საინფორმაციო ცენტრის საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი სამინისტროს შენობაში ორხუსის ცენტრში მოხდა. ჟურნალისტები სამინისტროს პრეს-ცენტრთან შეთანხმების შემდეგ ჩანქსელიანისა და ახალაიასგან ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ, რამაც მაღალჩინოსანთა გაღიზიანება გამოიწვია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ჰოლანდიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის მიზანიც კახეთში ვადაგასული პესტიციდების რისკ-ფაქტორების შემცირება იყო, ქართულმა მხარემ ფაქტობრივად ჩააგდო. გარემოს დაცვის სამინისტროს პრესამსახური მათ გათავისუფლებას ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პირები პირადი განაცხადის საფუძველზე წავიდნენ. კინორეჟისორ გიორგი დანელიას დღეს 80 წელი შეუსრულდა. საპატიო თარიღთან დაკავშირებით მედვედევმა ის სამშობლოს წინაშე დამსახურების ორდენით დააჯილდოვა. კრემლის პრესამსახურის ცნობით კინორეჟისორს მეორე ხარისხის ორდენი კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიენიჭა. რუსული სააგენტოები რეჟისორის ბიოგრაფიულ ცნობებსაც ავრცელებენ. გიორგი დანელიას ცხოვრების შესახებ თამარ გრძელიძე კი ამბობდა. მიმინო არიდარდო Слушаю вас. შემოდგომის მარათონი Сходил. კინძაძა Он только лишнее топливо жрет. ამ და სხვა ცნობილი ფილმების რეჟისორს გიორგი დანელიას დღეს უკვე 80 წელი შეუსრულდა. ნაღვლიანი კომედიების ავტორი 1929 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
მისი დეიდა ვერიკო ანჯაფარიძე იყო, ბიძა კი მიხეილ ჭიაურელი. მიუხედავად ამისა, გიორგი დანელიამ მოღვაწეობა კინემატოგრაფიაში საკმაოდ გვიან დაიწყო. დღეს უკვე ცნობილმა რეჟისორმა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში ჩააბარა და რამდენიმე წელი არქიტექტორად იმუშავა. კინოში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელში ჩაუვარდა გაზეთი, სადაც სარეჟისორო კურსებზე შერჩევის დაწყების შესახები უწყებოდნენ. რეჟისორი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ მიუხედავად საზღვარგარეთ გატარებული ცხოვრებისა, გიორგი დანელია ნამდვილი ქართველია. მისი თქმით, დანელიას ფილმები ქართული და არა მარტო ქართული კინოს უდიდესი ნაწილია. ის ლაპარაკობდა პატარა ადამიანის გაჭირვებაზე, ამას ყვებოდა იუმორით, ამას ყვებოდა აი ესე თანდაყოლილი საოცარი ქართული ნიჭით და აი ის იგავურობა, ის ირონიულობა, რომელიც მის კინემატოგრაფშია, ამიტომ ხდის საცქერლად საოცარს მის ფილმებს. გიორგი დანელიას ერთ-ერთ განსაკუთრებულ ფილმში მერაბ კოკოჩაშვილი უჩვეულო ამპლუაშია. ის პორუჩიკი იშხნელის როლს ასრულებს. ფილმის გადაღებებს წინ მრავალწლიანი ურთიერთობა უძღოდა და ამიტომ უარი არ უთქვამს. დღეს იხსენებს, რომ გიორგი დანელიასთან მუშაობა ძალიან იოლი იყო, რადგან მან ზუსტად იცოდა რა სურდა მსახიობისგან. მისი ფილმები სიხარულის მატარებელი არის, სიხარულის მომტანი არის. ფიქრობ, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანიშნულება სწორედ ეს არის. ადამიანს მოუტანოს სიხარული. აი ესეთი კაცი არის გია და მე ძალიან მიხარია, რომ ესე ჯანზე არის დღესაც, თავის საქმეს აკეთებს, არაჩვეულებრივ წიგნებს წერს და ყველაფერი ეს დიდხანს და დიდხანს აკეთებს. გოგი ქავთარაძე ამაყობს, რომ მას გიორგი დანელიასთან მუშაობა მოუწია. ამბობს, რომ განსაკუთრებით უხარია, როდესაც მას არიდარდოში შესრულებულ როლს უქებენ. მიაჩნია, რომ გიორგი დანელია ნამდვილი მოვლენაა და მასზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია. ის ფლობს ყველაზე საინტერესოდ ისეთ ჟანრს, როგორც არის ტრაგიკომიკურობა. ესე იგი, სევდისა და ღიმილის საზღვარზე გადის ყოველთვის და ყველა მისი სურათი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეხლა ჩემთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფურცელია ჩემი ცხოვრებიდან, რომ მე როცა ვიხსენებ, მაშინ გახსენები დროსაც კი ბედნიერად ვთვლი თავს. Алло. Ларису Ивановну хочу. უკვე რამდენიმე წელია გიორგი დანელია ფილმებს აღარ იღებს და თავს არიდებს პრესასთან საუბარს. ამბობს, რომ მასზე ყველაზე კარგად მისივე შემოქმედება საუბრობს. მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე გიორგი დანელია უამრავი ჯილდოსა და ორდენის მფლობელია. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სახალხო არტისტი სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდება. რეჟისორმა მილოცვა რუსეთის პრემიერისგანაც მიიღო. 2 წლის ლაშა გზირიშვილს ტუბერკულოზის საწყისი სტადია აღმოაჩნდა. ოჯახი სოციალურად დაუცველი არის, გამოც მოზარდის მკურნალობისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებას ვერ უზრუნველყოფს. მათი თქმით, რენტგენისთვის საჭირო თანხა მეგობრებმა შეუგროვეს, თუმცა მკურნალობის გასაკრძალებლად საჭირო ფინანსების მოძიებას ვეღარ ახერხებენ და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ. 2 წლის ლაშა გზირიშვილს ფილტვში ჯირკვალი და ტუბერკულოზის დასაწყისი აღმოაჩნდა. ლაშა პირველი ხარისხის დღენაკლული და თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პატარა ლაშას დროული მკურნალობა არ ჩაუტარდა, შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. დაემართა ჰერპესის ინფექცია, ანუ უნდა ქონოდა სისხლში 6 ჩხირი, ამას ქონდა 36, ეს იყო საკმაოდ მძიმე დაავადება. დაემართა ენცეფალოპათია, ეს ნიშნავს ანუ ვერ ვითარდება ბავშვი ისე როგორც უნდა განვითარდეს, როცა გადაუღეს რენტგენი, აღმოაჩნდა ფილტვში ჯირკვალი. რომ ვაჩვენეთ იმას ხუდადოვზე ექიმს. აღმოჩნდა, რომ იყო ტუბერკულოზის დასაწყისი. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი წლების განმავლობაში სარდაფში ცხოვრობდა. სწორედ ასეთმა პირობებმა გამოიწვია ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დრომდე გზირიშვილების ოჯახი დროებით ახლობელმა შეიკედლა. მარტოხელა დედას ბავშვისთვის მკურნალობის სახსრები არ გააჩნია. სწორედ ამიტომ ითხოვს ლაშას ბებია დახმარებას. მანამ ჩვენები ოჯახში მომდოდით ცხოვრობდით სარდაფში. სირისტე იყო რაღაც არ იყო რა ბავშვების შესაძლებელი და ნუ შეგვიცოდა ამ გოგო. თხოვა რომ აგანიოდოთ და თქვენი აცქირა გვინდა რაფერი იყავით ჩვენთან ერთად. საჭმელითაც ნავდათ რომ გითხრათ სიმართლე. საჭმელიც არ აქვს ბავშვი ყვებოის როგორც უნდა ბავშვი ყვება. არ აქვს იმის საშუალება. მე ყველას ავთხოვთ კი ვიღაცა დახმარებას გაგვიწევს. დამაჭირდება ძირითადად წამლების საარსებო წყარო.
და რავი თუ ვინმე დაეხმარება ბინით, აი ბინა, იმიტომ რომ არ აქვს არსაწასასვლელი არ აქვს სხვაგან, ანუ საერთოდ არ აქვს სახლი. გზირიშვილებს საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების ყიდვის ფულიც კი არ აქვთ. უსახლკარო ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს.